სოფელი 53 ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულების სამთავრობო კომისიის დასკვას უნდობლობას უცხადებენ. პროტესტის ნიშნად ისინი დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და კომისიის მუშაობის შედეგების გაუქმება მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ დასკვნა ინდივიდუალური გადამოწმების გარეშე დაიდო და მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არავის შეუსწავლია. აქციის მონაწილეების გვერდით იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც. იგი აღნიშნავს, რომ იძულებით ტერიტორიის დატოვების მოთხოვნა გამოსავალი არ არის და თითოეული ოჯახის მდგომარეობა ხელისუფლებამ ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს. აჭარის მთავრობამ ამ თემაზე პრეზენტაცია 8 ნოემბერს გამართა, სადაც თითოეული ოჯახის ქონებრივი დეკლარაცია იყო წარმოდგენილი. უწყებაში ამბობენ, რომ ტერიტორიის დატოვება მხოლოდ იმათ მოსთხოვეს, ვის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას ფლობდნენ. შეუსწავლელი ოჯახები კი ტერიტორიაზე იმდროინდე დარჩებიან, ვიდრე მათი ქონებრივი მდგომარეობა არ გადამოწმდება. მსგავსი 25 ბატალიონის ტერიტორიაზეც მოეწყო. ნაქირავებში ვარ თვითონ, შვილი არის თურქეთში წასული, 2 ბავშვი მყავს, შემოწმებაზე არ მოსულა. 1 წელიწადია მე გაფიცვაზე დავდივარ ამ ხნის კალი. არაკაცი არ მოსულა, შენდება იქით სახლები, კაციშვილს არ უთქმია თქვენ, რატო აშენებთ, რისთვის აშენებთ, არ გეკუთვნია, არჩევნები დამთავრდა? ყველაფერი ახლა გამოჩნდნენ. მანამდე სად იყო თავრობა, სად იყო ტელევიზია? თუ არ გახვალთ, დაგაჯარიმებთ, მე სპეცნას შემოვიყვანთ, ძალით გაყრით. აი ესეთი ურთიერთობით ჩვენ ხალხთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ. ყველასთან ინდივიდუალურად უნდა მოხდეს გასაუბრება და იმის დამტკიცება, რომ შენ გიჭირს, შენ არ გიჭირს. მე შევთავაზე, რომ ჩვენ მივიდეთ ინდივიდუალურად ყველასთან და დაუმტკიცოთ, ვიც გაჭირვებული არა, უნდა დაუმტკიცოთ, რომ შენ არ ახალ გაჭირვებული და ვერ დაგეხმარებთ, ვიც გაჭირვებულია, იმას განუმარტოთ, რა ტიპის დახმარებას ვაძლევთ.